Hello, მეგობრებო, როგორ ხართ? დიდი ხანია შეხვედრილვართ. დაგიბრუნდით ფრატელოს არხზე. უმაგრეს ადგილასა ვარ მოსული. მოტოტრეველი თუ გაგიგიათ თუ არა და მოგიყვებით ამ ვლოგში. დღეს გვაქვს ძალიან მაგარი დღე, რადგან გადავწყვიტეთ adventure ride გქონდეს. ხედავთ ძალიან ბევრი adventure მოტოციკლები არის, როგორიც არის Africa Twin-ი, ღმერთი adventure-ების. ძალიან ბევრი არის, ასევე Wistorm-ები, არის Transalp-ები. მოკლედ, დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, მარტო არა ვარ, ჩემთან ერთად არის მეგობრები ნილო, რომელიც ჩემ ვიდეოები და კარგად იცით და დემე, რომელიც აი იკიმალება, მაგრამ ეგეც გამოჩნდება ცოტა ხანში. დღეს გადავწყვიტეთ, რომ გავიკატავთ ორი ბაიკით. ესენი არის, ეხლა განახეთ, აი ეს შვენი Transalp-ი და Wistorm-ი. თუ ეს ვიდეო ავა 100 ლაიქზე, შემდეგ გადავიღებ უკვე Africa Twins, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო adventure მოტოციკლეტად ითვლება. ამიტომ არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, ამ ვიდეოს დალაიქება და ეხლა ნენელა ავდგებით ამ ყველაფერს დავალაგებთ, მოვამზადებთ მოტოციკლეტებს და დავაშვებით უკვე პატარა რაიდი გვექნება დღეს იქიდან გამომდინარე რომ დეკემბერია სიცივეა და დიდ მაღლუბებს და მთებს ვერ დავიპყრო დამჯერად. პატარა რაიდი გვექნება. წავალთ, ესე იგი მე და ნილო მივდივართ აფრიკათი და Transalp-ით და დემე გამოვყვება Daytona-თი. კაი, მოკლედ თან დაგათვალიერებიათ ეხლა ამ მაღაზიას და შემდეგ უკვე დავიწყებთ რაიდს. წავედით. მე თქვი adventure-ებით მივდივარ, თქო ეს ვის შემოგვეპარა, ვინ ახარ? მე ზედეთ ბრაც. ფრატელოს ვლოგი რა, ფრატელოს ვლოგი იქნება ვიდეოში ერთი ტრიუმფი მაინც თუ არ დგას. და Ты патрулия да Джеки? რაკაია, თოპი. Патрулия да Джеки, патрулия да Джеки. ეგრე რა ძმა, რა პრობლემა? Adventure-ზე არა, ხო? რა შეხوار დაგავიწყეთ რა ბაიკითა ვარ მოსული. აუ რა ქარია. იმედია ჩემი ხმა კარგად ისმის. კაია, დემე სპორტზე ჩაუწეკი თუ რა ხდება? შეგველა ბავშვო. აი სუმაგრავ კიდია სიჩქარე რა ძმაო რა. ბიჭო ჯერ ახლა იმაზე ვკაიფობ რომ ზოგადად უკვე ბაიკზე ვზივარ რა. ჯერ მაგ ემოციებში ვარ რომ იმდენი ხანია ბაიკით არ მიკატავია რომ როგორი შეგრძნებებია ჯერ ეგ ადრეა ჯერ იმდენად მენატრება მოტოციკლზე ჯდომა რომ რამე პარება მარჯვენა მხრიდან. გადაგეთ. გიღებს. წინ იყურეთ, ვეღარ გადაიღებ. ოპა. კაი ნახტომი იყო. არა, მაგაზე ეს ჩაი უნდა დალიო. თოფური არ აკეთებს ესე ჭიქით დალევას. ხო, აი ბრიტანული მოძრაობები ამაზე. ეგ დუკატი რო ყავდეს, მაშინ უნდა ეს. და ტრიუმფზე ესე. ო, რა კარგად იხრება ბიჭო. ნახე, აი ვერ ისუნებს, სტაბილურად. წყნარად. quick shifter-ის ზეგადაჩვევა მიწევს და. შენ ისა Transalp-ის იმაში კაი Daytona-ს რევიუ გამოგივა.
ხო, ჩვეულებრივად. მოგატყუეთ მეგობრებო. დღეს განვიხილავ დღეს არის Daytona-ს review. ჩემთვის იმდენად მანევრულია, ან სპორტის მერე რო ჯდები იმაზე adventure-ზე, აი ველოსიპედზე გვინდა თავიდან ბალანსის შენარჩუნება მიჭერს, იმიტომ რომ იმდენად მოქნილ და მანევრულია, რომ გამირბის, მაგრამ 1-2 წუთი უნდა რა გადმოწყობას და всё. და მე როლდები ეგეთ მოხვევას. აი მოხვევას რო როლდები ეგეთ იმას, თავიდან ძალიან გამიჭირდა რა. სპორტის იმებით რო დავიწყე მოხვა და სად მიდიხარ ჯიგარო. ძალიან სწრაფად ხდება ეგ ამბავი რა. რა ხელა რაზვაროტი აქ. რაზვაროტი როგორ აქ ქართულად მოხვევა. აი ისე გონია რომ აი ექვე პატრიალე. სკუტერს როგორც აქ. აი, მოიცადე? ნეიტრალს ვიპოვი და ერთი წამით ნეიტრალი ვიპოვა. ეს აღარ მიშვებს. სად ახვედი ნოდო? ისე კრუკები გასორა. ბიჭო ძალიან მანევრულია, ძალიან. აუ რა რბილად გადადის. უსწორმასწორო გზაზე ბიჭო. ვერ იგზნობ ვერაფერს. რა შეჩვი მე ფეიქა. გახარ რა აბირჟავებ. სემიჩკა უნდა იკიშკაო. სემიჩკა უნდა აქ ყავა ჩაიდო რამე. ესეც რო შეგიძლია ფეხზე ვდგარი მანევრი. დაუზვერო წინ სიტუაცია. ესე იგი ეხლა რა ხდება? ერთი მიკროფონი უყენია ნილოს და მეტი მიკროფონი არა გაქვს. დემეც ხაზზე არის ინტერკომით ვარ დაკავშირებული და დემეს ხმას ვერ ვიწერთ მოკლედ. და პერიოდულად გიჟი არ გეგონოთ თუ რაღაც რეპლიკა გავაკეთე რამეზე. და ვიდეოში ეს ხმოვქა. ეს უბრალოდ ხანდახან თასელაპარაკები ხო? ხანდახან ეხა არავინ არ მებაზრებოდა მე თვითონ ჩვენ თასელაპარაკებოდი. ვერავის დავაბრალებ. აქვე პატარა პლეისმენტი ჩავაქსოვრო. კარდოს ველოდებით ძალიან მაგარ კოლექციას პრემიუმ მოდელებსაც მათ შორის. ასე რომ წლის ბოლომდე ჩვენთან იქნება და შეგიძლიათ შეიძინოთ, რადგან აი ინტერკომი არის adventure-ზე ხო მასტი არის ჩემი აზრით რა და 1-2 სახალისოს ხდის გადაადგილებას, მაგრამ ისედაც ნებისმიერ ორთვლიან ტრანსპორტზე ინტერკომი მინიმუმ ისეთი რომ ორ კაცს მაინც უკავშირდებოდეს Bluetooth-ით. აი ისეთ სიამოვნებას მოგანიჭებთ რომ არ ვიცი, აი ძალიან მაგრად ასწავლებს რა, როცა რაიჩი ხარ. თქვენ სპონჩი ძალიან მაგარია, როცა უბრალოდ მუსიკას უსმენთ მარტო მოძრაობ და ტელეფონს იყენებთ ამისთვის შესაბამისად. ზარებზე პასუხი და ესე შემდეგ. ფრატილოს ყველაზე ცნობილი პროდუქტი არის ჩვენი ბალაკლავები, რომელიც რავი, ყველას მაგრად უყვარდა, ძალიან მიხარია, რომ ესეთ კარგ ფაში, აი მართლა პრემიუმ ხარისხის ბალაკლავს თავაზობ მოხმარებელს. კაი, ეხლა მოვრჩეთ სარეკლამო ჩართვები და რაღაცები არ მიყვარს. როგორც გითხარით, ამ ახსე სპონსორი ჩვენ არ აქვს, თუ რამე ვიძახი რომ კაია, ეგრეა რა. არაფერში ფული არ ამიღია ძმაო. არც ვაპირებ, მაგრამ ეხლა გააჩნია რა, რამდენს შემოგთავაზებე კიდე. რატო ათამაშებ ტრაკ ნოდარია? იქ რომ იმდეს გთავაზობენ რა. გააჩნია. იცი რა არის? ნოდო, ბოდიში გაწოდინებ რა. რატო ანუ უნდა გაარეკლამო უბრალოდ. მე არ მიყვარს როცა ისეთ რაღაცა სარეკლამე, რომელიც ნამდვილად ნაგავია, მაგრამ ფულის ხარჯზე უწევ რეკომენდაციას რა. თუ არეკლამებ ისეთ უნდა გარეკლამო, რომელსაც შენ თვითონ მართლა ენდობი. ჩემი აზრი ეგრეა რა, რაც არ უნდა შემოგთავაზო, როცა ნაგავს თავაზობენ. მით უმეტეს როცა ისეთ პროდუქცია, რომელიც სიცოცხლესთან კავშირშია და ჯანმრთელობასთან, ბევრი სულს ყიდის ფულის გამო რა, მაგრამ როცა ხარისხიანი პროდუქცია და რაღაცა ისეთი და ან შეიძლება თუნდაც იგივე ბალაკლავაზე რა, თქვა ეგ მატერია შეიძლება ვიღაცას მოსწოს, ვიღაც არ მოსწოს, მაგრამ ეგ არ არის რაღაცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, შენ პირადად გამოთქვავ რა. ოკეი. მართალია 100% მოხდა. რაღაცა ეგეთში რატომაც არ უნდა იღო ფული თუ იქნება აღარ ეხლა რო გეტყვია რომ ნაგავი გამიპიარე, რა თქმა უნდა უარს ეთყვი რა.
არ გიღირს სულის გაყიდვა. ზუსტად. ჩემთვის ეგრეა ყოველ შემთხვევაში. აუ დემე იცი როგორი ცუდი აზრი მომდის თავში ახლა. ამას არ უკავშირდება ოღონდ. მისმინე ეხა საი თერქიდან ჩავიდე ხო? ჰა? დემე მანდ იქნებოდა ეხა. უეჭველი აქედან მოყვება ხო? 100 კილი ხო არ გესიამოვნება? აი ბალანსი აქვს ნახე. ეიფ. ეხა სპორტზე ხო ჩამოდგმული გექნებოდა ფეხი უეჭველი. არა, სხვათა შორის მე არა. კაი, ახლა ედვეჩერის ვიდეოს ვიღებ. თქვი რა სპორტზე. არა, ეს სპორტზე. ბიჭო, არა, ნახე, ამ ხელა ძროხაროა ვიზუალურად და რეალურად, ანუ იმენა ბალერინა, ეგ აღნიშნე რა. აი და ფაფატა. ბალერონია, მაიცა. მე ხო სპორტის მოყვარული ვარ რა. აი, მე ხო სპორტი მიყვარს რა და ვამბობდი რომ სპორტზე სანამ ასაკი დემე ხوار დაიღალე დემე. მეგონი ესეც იგივე საპირებდა. იქითკე ვაფშე ხრეშია, თორე ედვენჩერით გრაველზე თუ არ გადახვედი რა მამული, ა? ისე აი ჩვენ ვართ ტრიპაჩი ხალხი რა. მოდი ესე ვიტყვი რა. რატო არ არის ედვენჩერი საქართველოში ისეთი პოპულარული? ეხლა ნენელა უფრო ხდება, მაგრამ რატო არ არის რომ აი სპორტს ყველა ისეთმაც რო შეხედოს, აი ვინც მოტოციკლეთის აზია რა, ეფექტურია ძალიან რა. ედვენჩერი უკვე მოყვარულის ბაიკია, მოყვარული ანუ დამწყებს არ გულისხმობ. მოტო მოყვარულის ბაიკი არის ისეთი რომ არ გაინტერესებს რა ფიდბექი ექნება ხალხს შენზე რა. აბსოლუტურად შენი სიამოვნებისთვისაა შექმნილი რა. და მოდი ესე ვიტყვი რომ თუნდაც სპორტი, თუნდაც სტრიტი არის ადგილები რომ საერთოდ არ გისწორდება. მაგალითად აი ბანზე რომ მივდივარ ხოლმე, საერთოდ არ მისწორდება ხოლმე რა. ანუ ამაზე სტრიტზე არც მომინდებოდა რომ გადავსულიყავი და ეს ბუნებრივად მოდის რა. მოტოციკლზე ამას აი ესეთ ბაიკზე რო ზიხარ უკვე გინდება რა რომ თუ არსებობს ალტერნატიული გზა რომ არის მაგალითად გრუნტი არის რაღაცა გრაველის პონტი აი კლაკი და პირდაპირ ავაჭრითია რო რამე ჩემი რომ მეყოლება და აუცილებლად მეყოლება რა აუცილებლად მეყოლება ერთი ედვენჩერი ეგეთ ადგილებს არ დავიკლებ რა საქართველოში ცხოვრობდე და მოტოციკლეთის მართვა იცოდე და არ გყავდეს ედვენჩერი არ ვიცი რა ნერნელა იცი რა რაც დრო გადის უფრო მეტად ვაანალიზებ რატომ არის კონკრეტული მოტოციკლეტი რაღაც კონკრეტული რაღაცისთვის შექმნილი რა ჭკვიანმა ხალხმა მოიფიქრა თავის დროზე და აწყო შესაბამისად სპორტისთვის სპორტი, სტრიტისთვის სტრიტი, ედვენჩერისთვის ედვენჩერული ამბებისთვის ედვენჩერი და გრუნტისთვის ენდურო და კროსი, თუ გინდა ტრამპლინებზე ხტუნავება და ჩვენ რაღაც გვინდა ხოლმე რომ რაღაც თან სამარიაჟაც იყოს. ვეტანებით უფრო მეტად სპორტებს და სტრიტი იმდენად კიდე ისე არ არის. სტრიტები კიდე ასევად ხოლმე. ეს პინლოკი მაგ ცოტა ცუდად დამაგრებული და კანტებში არ ზის, პინლოკი კანტებში თუ არ ზის, ეგრევე გეორთქლება. აი ეს რაც აქვს ვიზორს კანტები იმაში უნდა ჩაჯდეს. და სანამ ახალია მალე ვიქენი ეგ ამბავი, თორე პატარა ნაკაწის რო გაუჩნდება, მერე შეაქვს ხოლმე ჰაერი. წავედით. მოვდივარ პიპი გაიწიე პიპი მოდის ედვენჩერ მობილი ცოტა ეხლა ხო გავიარე თან მეორეჯერ ვზივარ უკვე ამ ბაიკზე პირველივეზე ისე მომეწონა რა ძალიან აღვთოვანდი რა და ეგრევე რა მომინდა იცი აუ ეს ხო მაგარია მაგრამ აფრიკა იქნება ეგრევე სხვანაირად მოვიწამლე
ანუ რო გასინჯავ რაღაცა უცხო ხილს და რო იცი რომ არსებობს უფრო მაგარი მაგის ვარიანტი რა. კაი შედარება მოიყვანა დემემ რომ დაახლოებით მინდა 650 რო გყავს და მე ტრიუმფზე რო გადაждები თუნდაც 675-ზე რო ხვდები რომ აი მაღალი დონის ბაიკი არის რა. ოპა Zdije, Denim, zdije. ეხლა კიდე ერთი რაღაც ჩემი დაკვირვება რა. მაგალითად სპორტზე რო უჯდები ხოლმე, სხვი სპორტზე, ან სტრიტზე, ადაპტირება მჭირდება მიუხედავად იმისა, რომ მე სტრიტ ბაიკს ვატარებ რა. ამაზე რო დავჯექი, ასე მგონია რომ ამას ვატარებ. იმენა აი ჩემი ბაიკია რა. არ გჭირდება ძალიან ადაპტირება და რაღაცა რა. ეხლა ვერავინ მეთქვის რომ რაღაცით გავს შემოტაცი არაფრით ანუ ცადადიდან გავს სხვა მოტოციკლეტი არის და კომფორტული და მორგებადი ბაიკი. ისე დავჯექი რომ გეკონებს შე ამაზე ვიჯექი მე. აჰა. ანუ კატავ ხოლმე. კაი, ძალიან ისე ბრიფლი მინდა რომ შევეხო ზოგადად ამ მოტოციკლს ყველა შეუძლია დაგუგლოს და ნახოს. ამ მოტოციკლის სპეციფიკაციები, მაგრამ ისე გეტყვით რა, ისე სხვათა შორის. ზე პირად არ ვიცი მე დამეხმარება თქვენ არ გესვის, მაგრამ ვითომ ისე ვიზამ რომ ვითომ მე ვთქვი. მე რამდენი იყო მითხარი ძმა. რა რამდენი იყო. მე ხო ნინანგის მახსოვრობა. ძალიან 213 ცხენი აქვს მეგო. ცხენი არა, კილო. დედა მითხრა და დაეხმარება და 213 ცხენი აქვს ეგრევე მტენა. დაეძრა ყველას და ყველას. ამას თუ 213 ცხენი აქვს, აუ, პროსტა აქ კი, ხო? ცხენი არა, ცხენი 60 რამდენი? 213 კილო არის კარბოეითი ამისი 70 ცხენი, რომელიც სრულიად საკმარისი არის. მოგითხარი, ანუ ვაფშე არ გინდება რომ ამ ბაიკით რაღაც იმაიმუნო, მაგრამ მაინც ხანდახან ცოტა გინდება რა. ვეტიპის ძრავი გვაქვს, ესე იგი აქ. რომელიც სხვათა შორის იგრძნობა, უფრო თორქიანი ძრავია. ცოტა დაბლებში უკეთესად მიაქვს რა. აი მეოთხე სიჩქარეში მაქვს და გას რო ვაწავ ხა ვერსო ჭკავს, მაგრამ საკმაოდ მსუბუქდება რა. აქ გვაქვს ჩვენ ABS-ის და traction-იც, adventure-ია და არ გვიკვირს. თუმცა ბატონი დემეტრისგან გავიგე, რადგან მე დილეტანტი ვარ ამ ბავში. ABS-ი არ შეიძლება ვერ გათიშავთ, თუმცა traction-ი შეგიძლია off-ზე დააყენოთ. კიდევ რა მინდოდა მეთქვა, ხო? განსხვავებით, ეხლა რატო ითვლება ეს, რომ შედარებით იმხელა მაღალი კლასის adventure-ში არ გადის, ასე ვთქვათ. ვიცით, რომ დიდ adventure-ებს 21-იანი დისკები უყენიათ. აქ მხოლოდ 19-იანი დისკი გვაქვს. მე როგორც ეხლა მოყვარული დიდ განსხვავებას პრინციპში ვერ გძნობ, რომ აი რაღაც ატარა აყენია დისკი და ასე შემდეგ. ტელესკოპური ვილკები ვიყენია, ამორტიზატორები ბოდიში. რაც შეეხება ტრანსალპს, რომელსაც ასევე გავტესტავ, რადგან ორივე წამოვიყვანეთ. იქ უფრო კაი ამბავია ამ მიმართულებით და მაგასაც მოგიყვებით რომ გადავჭდები რა. ამაზე მაღალი დონის ბაიკად ითვლება, რა თქმა უნდა, ფასით შესაბამისი აქვს. ვერ იტყვი რომ ერთმანეთის კონკურენტებია, იმიტომ რომ იქ ბევრი სიკეთეები გვხვდება სხვა. მაგრამ შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ ეს Yamaha Tenere-ს კონკურენტად. თუ უფრო ტრანსალპი უნდა ჩავთვალოთ Yamaha Tenere-ს კონკურენტად, რომელიც ასევე ძალიან პოპულარულია და ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით შეიძლება ერთ-ერთი თქვათ 800-იანი Tenere ძალიან მაღალი დონის ბაიკადაც შეიძლება ითქვას, რომ ითვლება. ტრანსალპს უფრო შევადარებთ Tenere-ს, თუმცა აი Tenere ძალიან მაგრამ მაინტერესებს მაგის გატესტვა. ყველა ანუ მაგისი ცუდი რევიუ არ მინახავს რა.
რომ აი რაღაც არ ვარ ისეთი. სხვათა შორის ხო ეხლა ჩვენ სამივე ტრიუმფის მაგარი მოყვარულები ვართ რა. მაგრამ Tiger-ზე ყოველ შემთხვევაში აი საქართველოში ცოტა ისეთი ასე ვთქვათ გამოცდილი რაიდერებისთვისაც რომ მიკითხავს, აი დიდად კარგი ფიდბექი არ მოდის ხოლმე რა. თუ ეგრე არის მართლა, მაგრამ მასე ძალიან ისეთი ჩემი მეგობარი ეძახის ფაფასუა ბაიკის შტაბ-ჭდილება, ვაქხარ, არა, ისევ წინ უნდა წავიდეთ, ხო? ფაფასუა ბაიკის შტაბ-ჭდილებას სტოვებ და ჩემთვის მულტისტრადა მაგალითად დუკატი რა. იმ გაგებით რომ რა თქმა უნდა ორი აზრი არ არსებობს ძალიან სწრაფი იქნებოდა თუნდაც ვეური, მაგრამ ძალიან სუსტი მეგონა და ამ დროს რომ ნახე როგორი ტიპიცაა, ჩემ მარცხნივ ალბათ. ხო. რო გავიგე ფიდბექი ისეთი გამძლე ყოფილა რომ რავი. Tiger სანამ მე თვითონ არ გავტესტავ არ მინდა დავიჯერო რა რამე ისეთი არის რა, ცუდი ბაიკი არ მგონია მაინც. ეხა Tiger-ი 1200-იანი დავიჯეროთ ცუდი იქნება. თან სავარაუდოდ იზდრავიდოს მე რაც მინდა. როგორი fun drive ბაიკია რა. მინდა რომ ანქანებს ჩამორჩე რომ გემრიელად შევიდე, იმიტომ რომ აშკარად მოსახვეში მე ვეწევი ძალიან. ბიჭო, Adventure არის ერთ-ერთი ბაიკი, რომელზეც დიდად არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, როგორი მაყუჩი ეყენება aftermarket-ს გულისხმობ. აი დიდად არ მადარდებს რა, დაჟე არ მინდა რომ ზედმეტად ხმაურმა შემაწუხოს და რაღაცა რა. აი მოტოციკლეტებში სხვა არც ერთი არ მახსენდება რამე სტილი, რომ ხავდეს ეგრევე რამეს არ მივაგებდი. ამაზე დიდად არ მინდა. ეხლა თუ საშუალება იქნება ვიღაცა თუ მაჩუქებს სიტყვაზე რაღაც $1000 პლუს მაფლერს, რატომაც არა, ფულსაც კი დავაყენებ, მაგრამ აი ესე ვთქვათ მასტი არაა ჩემთვის რა. ხო და მე იმას ყვებოდი რა, რომ ყოველთვის ურჩევ ხოლმე რომ ესე რომ აცივდება, ასფალტი ხო ცივდება ძალიან და საფხურში რასაც ვართ მიჩვეული რომ საბურავს როგორი მოჭიდებაც აქვს და ასე შემდეგ, ეგ დაივიწყეთ, იმიტომ რომ ცივი ასფალტი ნაკლებად ეჭიდება ბევრად და ზამთრის საბურავები როგორც ასეთი ვინც დამწყებია იმათაც ვეტყვი რომ მანქანაზე რომ ვიღაც ბლიზაკებს მიაგებს ეგრე არ არის რა მოტოზე რა. მილოს დაველოდოთ ეხლა ცოტა ხანი და შემდეგ გავაგრძელოთ. მართლა? მადლობა. კარგად წარმატებები. ესე რომ ნახავთ ხოლმე მითხარით ხოლმე გამომწერები როცა იქნები თუ ისე ცოტა გამომწერები ყავს. რა ვიცი, აბა ვინ უნდა მითხეს, მაგრამ 2000 ჯიგარი გამომწერი ხომ ყავს კაცო. რაც თავარია. გედაცვალეთ სულ ყველას. არ უნდა გზის დათმობა. ესეთი რა უცნაურობა მარტო საქართველოში ხდება. ზებრაზე გეუბნებიან პირიქით, არა შეწადია, არ მინდა შენი დათმობა, ვინაგდი ხარ. ცოტა მეჭერად შეიძლება ამ ბაიკზე, ისეც არ არის ახლა რა. აქა ხო? ესეც მუშაობს მაგიჟივით. ეხლა სანამ ახალი გადმოსული ვარ ბაიკიდან, მინდა რომ აი ესე ჩემი პირველი ემოციები გადმოვცე, ეხლა სპეციფიკაციები მეტნაკლებად შეგიძლიათ დაგუგლოთ, ნახოთ ორივე რა ბაიკი არის. ჯერ ტრანსალპზე არ დავჯდა ვარ, ვიცი რომ ბევრად უკეთესი ბაიკია, აქედან ეხლა მე გადავჯდებით მედანილო გავცვლით ბაიკებს და ტრანსალპზეც დავჯდები და მინდა რომ კიდე გრუნდზე გადავიღოთ, როგორ დადის. აბა ისე Adventure-ს რა მუღამი აქვს თუ გრუნდზე არ გაიარე. ხო და ამაზე მე დავჯდები, თბილისში დავბრუნდებით, გრაველზეც გავივლით და ორივეს ნახავთ როგორია მოკლედ. ხო, რის თქმა მინდოდა კიდე. პირველ რიგში მე ჯერჯერობით ეხლა შეიძლება ტრანსალპზე რომ გადავჯდები, უფრო დიდი დისკზე სხვა შეგრძნებები ქონდეს დაკიდებას, მაგრამ ამის სირბილეც ძალიან მომეწონა, ძალიან კომფორტული არის. მით უმეტეს ეხლა სტრიტზე და სპორტზე მიჩვეული, აი რა ვიცი, აი კლაპავს ისე, კლაპავს უსორმასორო გზას, რომ აი
ისე ჩამოვედი ერთ სიტყვით რო თქვა რომ ესე აი რაღაც ეს კლასის Mercedes-ში რო ზიხარ უკან და შამპანური რო გიჭირავს ხელში აი ეგეთი შეგრძნება მქონდა რა თან ამავდროულად აი ოღონდ ეს კლასში როგორ შიცი აი რაღაც AMG რო არის პახოვდო რომ როცა გინდა ჩააფარებ იმიტომ რომ რაღაც მომენტში ხა დემე მოდიოდა წინ სპორტით და რაღაცა ჩვეულებრივად უკან რო გადაუწიე გაზი მესამეში არც კი ჩამოშიფტო არც დამჭიროებია იმიტომ რომ ძალიან რბილად და გემრიელად ამყვა და ისე მივყვებოდი როგორც წინ სპორტი მიდიოდა რა ეხლა ამის მერე ტრანსალპს გავტესტავ როგორც გითხარით მაგრამ ტრანსალპზე ეხლა ორი სიტყვა მე მინდა რომ კიდე რაღაც ვისაუბროთ რადგან ნილო იჯდა ტრანსალპზე თან ვესტორმზეც როგორც ვიცი ნილო იჯდა ადრე და შეუძლია რაღაც შედარება უფრო ჩემზე ადეკვატური მოგწეს ამიტომ ნილოს დავიხმარებ მოდი ჩემთან ნილოს კი იცნობთ ჩემ ვიდეოებში ხშირად ჩანს ხოლმე ხან თეთრი დეიტონათი ხან შავი დეიტონათი ორი დეიტონას პატრონი დღეს შევთან ერთად არის ამჯერად ტრანსალპზე იჯდა და მაინტერესებს რომ ანუ შევისთორმზეც ხარ ადრე ნაჯდა ხო კი ორივე გატესტილი მაქვს ორივე გატესტილი გაქვს რამდენად ვიცით რომ ეხლა ეს უფრო მაღალი დონის ბაიკი არის აი რამდენად იგრძნობა ეგ პირველი adventure-ს იყო რაც მართე და ამაზე შოკი მივიღე, ძალიან მომეწონა და ეგრევე ამის ყიდვა მომინდა. მაგრამ მე პატარა დღეს არის რომ პირველად ამ ხელმანძილზე წამოვედი, ცოტა ვაღიარებ ცოტა დამღალა, იმიტომ რომ მაინც სპორტზე რო შეჩოვლი, მაგრამ იმან დამღალა რომ აი სპორტიდან ვერ გადმოვეწყე მე თვითონ, მაგრამ ისეთ ბაიკია რომ აი ეგრევე გერგება. ესეც ძალიან გამისტორდა მაშინ უფრო ვიყავი თან უშუალოზე ვიყავი ამით არ ყოფილა უშუალოზე გადასული უგზოობაზე და ამით რო ვიყავი ძალიან კომფორტული იყო ძალიან რბილად მოყვება და მანევრი აქვს სასწაული მაგრამ ეს ამავე შორის ცადად დამიწევა განსხვავება თითქოს აი ეს ბევრად რბილია ბევრად მანევრულია არ ვიცი რაღაცა უფრო კომფორტულად ვარ თან ამის მერე რბილს რო იძახი ეს ხო ეხა ძალიან მერბილება და ამის მერე ეს რო კიდე უფრო რბილია ისე მაინტერესებს რომ აი ცანცარას ვერ დავარქმევ ვერც ერთ პრინციპში მაგრამ ეხა სპორტის საჭესნეში დავიქო რომ მანევრულ და ცანცარას დაჭია ეს უფრო დამჯდარი ტიპია რაღაც უფრო ნაკლებად აი ეს უფრო ამასთან მოდის ვქოთ აქ უფრო დიდი დრო დამჭირდა ადაპტაციისთვის ამას მალევე მოვერგე მე კიდე აი გქონდა ზუსტად რომ გზაშიც ვიძახდი რომ აუ მეთქი არა ამ შორის ვამბობ უკვე ჩემ ბაიკზე ვზივარ რომელიც აი ძალიან დიდი ხანია მყავს და მოდი დღეს გადავწყვიტე რომ adventure-ით წავსულიყავ ისე რომ საერთოდ არ მქონდა იმის შეგრძნება რომ აი რაღაც უცხო ბაიკზე ვზივარ უცხო სტილის ბაიკზე ვზივარ და მაგ პონჩი ისე გამისწორ და ეგ იყო ყველაზე დადებითი აი შეგრძნება ამ მოტოციკლებზე რა ნახე შენ ახლა სტრიტიდან გადმოჯექი და მე სპორტის გარდა ანუ სტრიტები გიმყავდა წინა ორი მაგრამ ორი იყო კლიპონზე გადაწყობილი ანუ სტრიტის ტარება შეიძლება თქოს რომ არ ვიცი ანუ სტრიტის გამოცდილება არ მაქვს და სპორტიდან რო ეგრევე მოერგები მარტივად ნუ აი ძალიან რადიკალურად ეხლა სტრიტიდან რო გადმოჯდები რაღაცა მაინც ბიძაშვილები არიან გონია რა გონია გააკ ეგეთ შეგრძნება კი რაღაც მაინც მე უფრო სპორტთან და აი მას ახლობლობას უფრო ვგრძნობ ვიდრე adventure-თან ამის სპორტთან ანუ ზოგადად ვამბობ ანუ მე რო სტრიტს ვატარებ სპორტთან ნათესაურ კავშირს უფრო ვგრძნობ ხოლმე ვიდრე adventure-თან რა ამაზე არის სპორტსა და სტრიტს შორის კი მაგრამ მე ვამბობ ამაზე რო გადმოჯდები სპორტიდან უფრო რადიკალურ სპორტიდან უფრო შორი ნათესაური კავშირია კი სპორტიდან კი ჯდომის მანერა საჭე მანევრირება რაღაცა ყველაფერი არის განსხვავებული რა სხვა ის არის და სპორტიდან რო გადმოჯექი და ეგრევე მოვერგთან პირველი დაჯდომა იყო რომ ეგრევე ოფროადზე მოგვიწია გასვლა და თავიდან მეგონა რომ მეთქი ვაიმე და მე მივხვდი რომ გზა კი მთავრდება მაგრამ შენთვის არ მთავრდება ხო შენთვის იწყება სხვა თავგადასავალი და მოხოვაზე იყო ანუ მე რო რაღაც გავედით ქალაქში სადღაც და უნდა დავკრუკოთ აი სპორტზე შეცვლა ესე რო ავიღეთ და ესე რო უხოვ და აშკარად ანუ გზაზე არც ვიყავი გადასული უკვე მოხოვული აქ რა ამას კიდე მე ხა რასაც დავამეტებ ანუ ზოგადად ქალბატონებში რა პრობლემა გვაქვს ხოლმე ბაიკერებს სიმაღლე ოკეი ტრანზაპს ესეთი კარგი არ ვიცი ვისტრომზე არის თუ არა ეგ ვარიაცია მაგრამ ამაზე დაბალი სკამი აყენია aftermarket სავარძელი სტოკ სავარძელზე რო ვზივარ შედარებით მიჭირს მიწვდენა ფეხის ამაზე ბევრად კომფორტულად ვარ ისე რომ ახლა adventure გარეთ რო გადიხარ ეგ პრობლემას არ გქონს მაგრამ ქალაქში სამოძრაოდაც არ არის დისკომფორტი რა ანუ საცობებში და ასე გაბარიტებს რა რომ ხშირად გიწევს ფეხის ჩამოდგმა კი შეიძლება თქვა სწორმასწორო იმაზე რაღაც ანუ
ეს ავტომარკეტი ძალიან დამეხმარა. ოკეი. თორე თავიდან ცოტა მეშინოდა ამას დაჭდა. მაგრამ თან ისა უფრო რბილი მომეჩვენა მე ხა ეს ავტომარკეტი წეგან უბრალოდ დავჯექი. რომ ენახა როგორია სკამი და უფრო რბილი მეჩვენა ავტომარკეტ ვერ გეტყვი, იმიტომ რომ სტოკი არ ვიცი. სტოკი არის, ეგრევე ამაზე ჯდები ხოლმე, ხო? კი, მაინც, მაგრამ რეალურად შიშიც მქონდა თავიდან ამ თუნდაც სიმაღლეებში ხა მაინც რა ორივე, ეხლა ჩემ ბაიკთან შედარებით რა თქმა უნდა მაღალია ორივე, მაგრამ თავიდან რომ დავჯექდი აი მაგის შიში რომ მქონდა რომ აი გაჩერებს არ იმდენად დგას. და სტაბილურია. ანუ არ გექნება, ვაიმე გადამიყირავ, ნუ რაღაცა ხა გამონაკლისს სიტუაციებში შეიძლება ჩემი სიმაღლის გამო ვერ შევიკავო თავი და რაღაც, მაგრამ იმდენად დგას გზაზე და ძალიან მომყოლი და სტაბილურია, რომ აი არ მქონია რაღაცა ის. და პლუს წონის გადანაწილება, რაც თავარია ამ ბაიკებში და ისეა, რომ ხო მძიმეა, მაგრამ ჩუსტები ვიდგაცი. უფრო მოცულო კროქსები არის რა. შესახედავად არის აი ისე რო რაღაცა დიდი ჯაგლაგები გაცვია და როგორი კომფორტული არის. აი ზუსტად კროქსები არის ესენი ჩემთვის რა. აი თან რო დაიძრები აი ეს გონია რომ რაღაც ბუმბულივით არის რაღაც ბუმბული ხარ ჩეულებრივად. აი საოცარია. რომ ამ სიმძიმე ბაიკი ესე საკაიფოდ იმართება. ან მე წაღან გზაში მაგას გავუნეოდი, მაგრამ იმდენჯერ გადავერთეთ ვეღარ გითხარი, ანუ სპორტ ბაიკი მიყვარს ძალიან და სპორტ ბაიკზე ვამბობ, რომ სანამ ასაკი და სახსრები და ფიზიკურ მონაცემები ხელშემწყო სპორტ ბაიკზე ვიჯდები. ოკეი. ხო. და რომ მეუნე რომ ეს იყიდეს არაფერი არ მინდოდა რა და adventure-საც რაღაც ანუ კი მომწონს, მაგრამ არ უყურებდი ისე რომ აი როგორც კი დავჯექი ამაზე. დიამეტრიდან მეთანხმება ეგრევე მეთქი რამდენად მომყიდით. მეც ხა წეგან უსრულებ. მეთქი ისედაც აფრიკა რო კიდევს რამდენში გამოვა ძმა. არა, რეალურად ეგ არის, რომ ეხა ხომ ყავს ორი სპორტი. ნუ ერთს დავიტოვებ სავარაუდოდ, მაგრამ საომალოდ უკან მივიჭდი როგორც შემწობს ხა, საომალოდ ამ ორიდან ერთს უეჭველი. თუ ფინანსურად შევძელი თუ საშუალება იქნება აფრიკა იყოს. ჯერ არ ვიწარებია, მაგრამ ხო ვიცი ხო ვიცი. არა, ეხლა მაგალითად აფრიკა ჩემთვის უკვე ძალიან დიდია. რეალურად გონია ამ ეტაპზე რა. თან მithumedes არა, ნუ მაგაზეც გადავალ, მაგრამ ამ ეს ორი უსრულებთ მაგმაყოფილებს და ფინანსურად თუ ასე ვთქვათ. თანაც ფინანსურად. შევძელი ეგრევე ტრანზაკციას ვიყიდიდი რა და თუ არა და ესე ძალიან კაი, მართლა ძალიან კაი. თავის ფაზში არის იდეალური. $3000 არა. 3000, ანუ როცა ახალ მოტოციკლეთს ყიდულობ. ეხლა მე ცოტა ის ზეპირად ვსაუბრობ, იმიტომ რომ ჯერ არ ვსდავარ ამაზე. ტრანსალბზე ვარ, იცი რომ ის 90-იანების ტრანსალბზე ვარ ნაჯდომი, აი ჩემ მეგობარს ყავდა ოლეინასას ყავდა შიგნით, თქო მართლა. ჯერ ანუ ამის გამძლეობებზე საერთოდ არ გვისაუბრია, მაგრამ გეტყვით რომ ზოგადად adventure-ი ისეთი მოტოციკლეტია, უნდა იყოს აუცილებლად ძალიან გამძლე. აი ყველა მოტოციკლეტზე მეტად გამძლე უნდა იყოს რა და პირველ რიგში მაგას უნდა აკმაყოფილებდეს. მაგიტო ვიცი, ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემთვის პირველი adventure-ი რაც გავიგე და თან მაგარი ისეთი რომ აი Honda თან ყველაზე ხარ. აი ტრანსალპი იყო ის რომ ყველაზე გამძლე მოტოციკლეტი და დარწმუნებული ვარ რომ ახლებიც ეგრე იქნება რა, იმიტომ რომ ჯერ ერთი იაპონელებს დიდად არ უყვართ ძალიან სიახლეები, მაგრამ თუმცა მიუხედავად ამისა აქ ABS-იც აქვს, traction-იც გვაქვს და ყველაფერი და მე როგორც ვიცი წინა მოდელებისგან განსხვავებით დიდი upgrade-ი გააკეთეს. ხო. მე ვამბობ, ანუ ხასიათი მე არ მგონია რომ ხასიათი იდეაში შეცვლილი იყოს და გამძლეობა და ასე შემდეგ ეთყობა რომ იმენა რკინა რა. ხო. მაგარია. მაგარია. Honda მაინც Honda კი. ხო და იმაზე მინდოდა კიდე Moto Travel-ზე მინდოდა მეთქვა. ორი სიტყვით რომ Moto Travel-ი არის მოტოციკლეტების adventure ტურების კომპანია, რომლითაც შეგიძლიათ იქირავოთ მოტოციკლეტი, ასევე შეგიძლიათ იყიდოთ როგორც ახალი, ისე მეორადი adventure მოტოციკლეტები. არის უმაგრესი სერვისი, ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ასევე მოტოეკიპირება და შეიძინოთ როგორც ითხოვთ უკვე ნებისმიერი ესეთი მოტოციკლეტები, უკვე როგორც აფრიკა თვინებიც ყავთ. ასევე გასაგებია. შემდეგ ეპიზოდებში იმედია შემოგთავაზებ. ხო, არა, ეს ვიდეო ზეგანთვი 100 ლაიქზე თუ ავა, ეს ვიდეო აუცილებლად მაშინ მე თავიდან არ დავალა, იქნებ 99 მეტრი. 99 მიასი იყავი შენ. ოკეი. და წამოვართ მე აფრიკა თვინებით და ნუ შეიძლება შეურიოთ კიდე. მოკლედ ამას აფრიკა თვინი იქნება ყოველ შემთხვევაში ვიდეოში. თუ 100 ლაიქზე. ახლა ცოტა შევისვენებთ. და დავაწევით ისევ თბილისისკენ, როგორც გითხარით, გრაველზე მინდა კიდე გავტესტო და გავივლით კიდე, მე ტრანსალპზე დავჯდები და წავალთ დროებით.